იმპულსი მიელინიან და უმიელინო ნეირონებზე გადადის სხვადასხვანაირად. უმიელინო ნეირონზე იმპულსი თანაბრად, ნელა ვრცელდება. მიელინიან ნეირონზე კი იმპულსი ნახტომისებურად გადადის. ერთი რანუე შევიწროებიდან მეორეში, რაც პროცესს ბევრად აჩქარებს. ამიტომ მიელინიან ნეირონებზე იმპულსი შეიძლება 100-ჯერ უფრო სწრაფად გადავიდეს, ვიდრე უმიელინოზე. მრავლობითი სკლეროზი. ეს არის აუტოიმუნური დაავადება, როდესაც იმუნური სისტემა ებრძვის მიელინის გარსს და ანადგურებს მას. თავისა და ზურგის ტვინის ნერვული ბოჭკოები მათ მფარავ მიელინის გარსებთან ერთად ზიანდება ან ნადგურდება. ამის შედეგად ნერვული იმპულსების გადაცემა ფერხდება ან სრულად შერდება, რაც იწვევს სხვადასხვა სიმპტომებს, მაგალითად კოორდინაციის დარღვევას, კუნთების სისუსტეს, ხედველობის პრობლემებს, მოძრაობის გაწნელებას, დაღლილობას. ეს დაავადება ცხადად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მიელინის გარსი ნერვულ სისტემაში სიგნალების სწრაფად და ეფექტურად გადასაცემად. ეს იყო ვიდეო გაკვეთილი ნერვული სისტემის შესახებ. გამოიწერეთ ჩვენი სოციალური პლატფორმები, რათა არ გამოტოვოთ საინტერესო სიახლეები. მომავალ შეხვედრამდე.